ჩემი თბილი სალამი, ჩემო ძვირფასო ქურუმელებო, სადაც არ უნდა იყოთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეს მოვიდა თქვენთან, ესე იგი უნდა მოსულიყო. მაშას ტრადიციულად კვირის პროგნოზი უნდა დავდოთ, ანუ ეს არის აგვისტოს მორიგი კვირა 18-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. მოკლედ, ეს 7 დღე გავშიფროთ, ერთად გავშიფროთ, როგორი ტენდენციები იქნება, რა გინდათ, რისი გაკეთება გინდათ, გეგმავთ და ეს უნდა გააკეთოთ თუ არა, ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერს დავთ. მოკლედ თეა მოგესალმებათ და სიამოვნებით გიწვევთ პირად გაშლებზე, რომელიც განვაახლე ახლა სრულფასოვნად, რამე თუ დავბრუნდი ჩემს მშობლიურ ქალაქში და ეს მოგზაურობის ეგრეთ წოდებული დაბნეულობა და ქაოსი ნელ-ნელა უნდა ჩავაცხრო, ყოველ შემთხვევაში ზღვაზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღე მაინც. პატარა ჩემო ძვირფასებო, დავიწყოთ. პირველი, მეორე, მესამე აუცილებელია, რა ვიცი, სიმპათიის მიხედვით ჩაიფიქროთ, ვისაც მოწონთ გარეკანი, ვისაც მოწონთ ნუმეროლოგიური არსი, მოკლედ თქვენზეა სრული არჩევანი. მაშასე დააპაუზეთ თუ გინდათ ვიდეო, თუ გინდათ არ გინდოდეთ და მენდეთ, რა ვიცი, საკუთარ ინტუიციას უპირველეს ყოვლისა, ამასობაში ისე გავაკეთებ, რომ ოპიუმის, ესე ვთქვათ, ძალიან კარგია, როცა ვშლიტაროს სიამოვნებს ხოლმე ეთერზეთი ოპიუმისა, ამასაც ვიყენებ უხვად, არა მარტო ოპიუმს, სხვადასხვას და ვინც ჩემთან არის, ასე ვთქვათ, იცის მან რას ნიშნავს ეთერზეთების მაგია, არომატ მაგია. დაგეხმარებით თქვენს შემთხვევაში როგორ და რა ვითარებაში უნდა შეარჩიოთ. მოკლედ ასე, დავიწყოთ. პირველი ვერსია, მით ჩაიფიქრეთ ბებოს ბარათები, ბებოს ღია ბარათები. ასე ქვია საყვარელ კოლოდას, რომელიც რაღაცნაირად მეძვირფასება. მაშასე, ერთი კვირა როგორ იქნება თქვენთვის, დავიწყოთ. ზოგადი გამოწვევა ამ ერთი კვირის პირველი კარტი ამას მიუთითებს. მეორე, თქვენი ენერგეტიკული შესაძლებლობები, ან როგორ გააკეთებთ ამ ენერგიას. ახლა ჩაიფიქრეთ რაღაც ამ კვირაში ასასრულებელი სურვილი აგიხდებათ თუ არა, ამასაც აუცილებლად გეტყვით. გეტყვით თქვენს ფინანსებს და გეტყვით პირად ცხოვრებასაც. ნამის არ ჩანს, მე მგონი, მაგრამ მენდეთ რომ ყველას დაგანახებთ სათითაოლოდ. ეს ჩემი სტაილია, ხო იცით? ეს არაა ჩემი სტაილი, მაგრამ არ ვწყვეტ და არ ვამონტაჟებ ვიდეოს და მოხდეს ისე, როგორაც მოსახდენია. კი ბატონო, დავიწყოთ პირველი ვერსიისათვის. აი, ესეთი კარტი ამოცურდა, ტენდენციები, ეს არის პენტაკლების ტურსი. რა ხდება პენტაკლების ტურსში, თუ არ ხდება, ანუ რაღაცა ვუყურებთ, რომ პარაშუტით ადამიანი ეშვება და რაღაც ახალ თავგადასავლებში ეხვევა. ზოგადად პენტაკლების ტურსი ეს არის რაღაც ახალი, კარგი ვარიანტი, თუნდაც თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების. აი, თუნდაც რაღაც, აი, დამიწების. ხედავთ, ეს ადამიანი რომ უფრინავს ციდან მიწდება, ანუ მიწდება კარგი გაგებით, ხო ხდებით, ეს არავითარი თემა არის, ეს მყარად დგომა, სტაბილურად დგომა. ნახოთ, მე ასეთ საჯერო გაშლებში არ ვდებ, რაღაცა ბევრ საუბრებს, იმიტომ რომ არ მიმაჩნია სწორად, რა სწორად მიმაჩნია, ეს არის პირად კონსულტაციაზე ყველა კითხვის და ფართო კომენტარის გაკეთება, ასე რომ ვისაც ეს ძალიან გაინტერესებათ, ამ პაპარაკება ზაფხულში და აი ამ ყველაზე ერთხელ რთული თვია, რა ვქნა, ეხლა როცა აბსოლუტურად გითხრას მართლია, კაი, მაგაზე მე დაგალაპარაკებით, საბოლოოდ როცა დავარეზიუმებ, კაი, ეხლა თქვენი შესაძლებლობების არეალი. კაი, გასაგებია რომ გაქვთ ეს ვარიანტი, მაგრამ თქვენი შესაძლებლობების არეალი. თქვენ წინაშე გახავთ შემოკარგებო მეფეხმლებისა, აი ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის გერბით დამშვენებული უნიფორმით დასკერის არც მეტი არც ნაკლები გირას რომ უნდა აიღოს. სხვათა შორის ამას მარტო კუნთები არ ჭირდება, ამას ჭირდება რაღაც გონებრივი მიდგომაც, მაგახსენებათ სპორტი, არა მარტო თქვენი სპორტული და აღნაგობისა და მომზადების კვალ და კვალ შეიძლება შედეგამდე მიყვანოს, მას სხვა გონიერი და ჭკვიანური მიდგომები ჭირდება, რაღაცა თავისებური ინტელექტი ჭირდება და აი ამას როგორ დაცქერის, როგორი პოზიცია შეინარჩუნოს, როგორ აიტაცოს, როგორ შეძლოს ამ ყველაფრის ძალიან კოხტად და ლამაზად გაკეთება ოსტატურად, რომ ჩაუთვალონ რასაკვირველია და მიიღოს მაღალი შეფასება. ანუ ჩემო ძვირფასებო, ეს შანსი, რომელიც გეძლევათ ზემოდან, ეს კიდე თქვენი შესაძლებლობები, როგორ დაჰყურებთ ამ შანსს, როგორ ფიქრობთ, რა ვქნა, ავწიო, არ ავწიო, როგორ ავწიო, რომ კარგი შედეგები მოგცეს, ეს იქნება ამ კვირის
რაღაცნაირი ესეთი შემოტევები. ოკეი, ახლა როგორც გითხარით, ჩაიფიქრეთ სრული ამ კვირაში დასაგეგმის, ამე წასვლა იქნება, რაღაცის ყიდვა იქნება, ვიღაცის ნახვა იქნება და არ ვიცი, просто გეტყვით ახლა რა ხდება ამ სიტუაციაში. და თქვენ წინაშეა პენტაკლების მეფე. ძირითადად პენტაკლების მეფე როგორც უნდა გითხარით, ჩამოდით მიწაზე, ძალიან კარგი შედეგებს ავლენთ, იმიტომ რომ შანსი მოგეცათ მტუზით, მერე დაფიქრების საშუალება მოგეცათ, რასაკვირველია და ბოლოს მიდით იმ დასკვნამდე, რომ ზუსტად მეფედ გადაიქცეს თქვენი ოცნებები. მოკლედ, თუ მატერიალურია პირველო ვერსიელებო, განსაკუთრებით გამოგადგებათ, ფანტასტმაგორიული იქნება, ეს ოცნება აგიხდებათ, ეს მოქმედება აგიხდებათ და საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი ჭკვიანური მოფიქრებისა და ძალისხმევების შედეგად მოხდება ეს ყველაფერი. ანუ პენტაკლების მეფე ამიწევს ამ ყველაფერს და კარგ პოზიციებზე გადაყავს. მოკლედ, ნახოთ ახლა ფინანსებში რა ხდება თქვენს თავს. როგორც ვარაუდობდი, ყველა ვარიანტში იქნება ფინანსური რაღაცა, ასეთი წამოყელყელავება, რაღაცეების მოულოდნელი მიღება, ამ თქვენში აღმოჩენა იმის, რომ ფულის გაკეთების რაღაც ახალი ვერსია და შანსი გაგიჩნდებათ. აქ მოდის თქვენი ფინანსური მხარის კვალ და კვალ ძალა. ამ ძალას შეუძლია ამ ლამაზ თითებით და ამ სხეულით ესეთი ძლიერი და ისეთი ვერაგი, როგორიც არის ვეფხვი მოათვინიეროს და ამის შესაძლებლობების არაჩვეულებრივი საშუალებები გეძლევათ და მე მინდა რომ ფინანსური თემა ასე იყოს, როგორც ამ გოგონას შეუძლია მოთვინიერება ამ ესეთი დიდი კატისა მოგოს როგორც იტყვიან ვეფხვზე, ისე კარგად თქვენ შუაზე ატრიალებდეთ ამ ასე რომ გააქვთ რაღაც არ ვიცი სად მისმენთ, როგორ მისმენთ, იქნება საკურორტო სეზონი, კარგად გამოგადგეთ, რაღაცებში ჩაადოთ თქვენი ბიზნეს იდეები, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში თუ ეს ასე არ არის, მაშინ არის უფრო სხვა ვარიანტი. მოდი პირადი ცხოვრებასაც მივყოთ ხელი რა ხდება Page of Cups, ანუ ეს არის პაჟი, სასაცილო ბიჭუნა, რომელიც რაზაყარელია, იჭერს რაღაც დიდ თემს. რაღაცა ივანუშკა დურაჩოკეს ამბავი მომახსენა. ზოგადად რაღაც პირად ცხოვრებაში აჩქვეფებები გექნება ძალიან ესეთი თასების ესენი არიან, როგორ გითხრათ, ეხლა სიყვარულში გაბნეულები, რაღაცნაირად ათამაშებულები, აცქმოტოდებულები, რაღაცა ცოტა მსუბუქი სისულელეს ჩამდენები და რო იტყვია ხოლმე მე ვიყავი როგორ რაღაც 1-2 საათი და როგორ ავცანცარდი როგორც რო იტყვია ხოლმე რაღაც როგორ მე სიამოვნა როგორ მოვიდა რაღაც ჩემში ეს პირადი ცხოვრების აჩქვეფება და ათახტახება აი ამას ნამდვილად იტყვით ამგვი მოგეთ გადასარევია პირველი ვერსიელებისთვის ეს ყველაფერი შეგერგოთ ამისათვის რა გააკეთოთ და რაღაცა გამიზარდმასთეთ შემოკარგებოდა ძალიან მარტივი ქმედებების გამო არ ვიცი, ენერგოგაცვლას აგდებთ ფაქტიურად, გადასარევი ვერსია გითხარით და ვინც ეს პირველი ვერსია აირჩიეთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი არც მეტი არც ნაკლები რა ქვია ამას კაცო, მადლობის ხმა, მადლიერების გამოხატვა, როგორიც არის ერთი ლაიქი, გადაზიარება და მეორე ვერსია რა დღესშია, როგორც ქმუტავს, რა გჭირთ ჩემო კარგებო, კაი ამბავი, რაღაცა გასწრებთ. ნახოთ, არ ვიცქმუტოთ. მეორე ვერსია ეს ღაპრული ქვეყნის ტარო. დავიწყოთ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის 18-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. დავიწყოთ. ეს არის გამოწვევა. ეს არის თქვენი მდგომარეობა, შესაძლებლობების არეალი, ფიზიკური შესაძლებლობები. აბა ჩაიფიქრეთ რაღაც ისეთი, რომელიც ამ კვირაში უნდა აგერალ მასშტაბური და გრანდიოზული, არ ჩაიფიქროთ ამ კვირის გეგმა, ამ კვირაში ვიზამ, ამას ვიზამ, არ ვიზამ. ოკეი, მოდი გავაკეთოთ ისე ფინანსური მხარე, ყველას გვაინტერესებს, რაღაცნაირად მიკორწიალებულია ყოველთვის და მოდი ნახოთ რა ხდება იქ, სადაც არის ჩვენი პირადი ცხოვრება. მაშას ეყურადღებით მეორე ვერსიელებო. პირველ ვერსიას მადლობა რომ დამილაიქეთ. დავიწყოთ და აი ამ სიტუაციაში რა ამოვიდა, რა გამოწვევებში გვაგდებს მისი აღვადებულება სამყარო. და ჩვენ წინაში არის ხმლის მეფე. შესაძლოა ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, რომ აბსოლუტურად არაფერი არ აწერია, უნდა დაждდა და უნდა იცოდე რა, როგორ სად უნდა თქვა. ამიტომ ჩვენ წინაში არის, როგორც უკვე ვიცით, ხმლის რაინდი. ხმლის რაინდები არიან თავგად მოგლეჯილი ტიპები, რაღაც თავისი იდეების მფარველები, წინძღოლები, რაღაც ესეთი ცოტა აკრძალო ზონაშიც გადამსვლელები, ხო იცით, ესეთი იდეები, ფრინავი იდეები, როგორ მოითხოვს. და თითქოს გეუბნები, რომ მიდი მიაწექი, იფრინე, რაღაც ისეთი დრო არის, რომელსაც გადასარევად შეძლებთ გააკეთოთ ეს ჩანაფიქრი, ეს რაღაც ისეთი
ცოტა ზღვარს გადასული და ოდნავ ფიქსავატურით შეიძლება ასე იყოთ და გაქვთ ამის მოდი მიდი უბერეს ასე ვთქვათ პერსპექტივა. ახლა რას გააკეთებთ თქვენ? თქვენ არაცან ცარდებით და რვიან პენტაკლებში დამაგრდებით საყვარლად, თქვენ დაიწყებთ მუშაობას უფრო როგორ გითხრათ ფეხმოკიდებულად, უფრო სტაბილურად, უფრო დამდგრადად, უფრო მკაცრად, აი არ ესეთი აცანცარებაში არ გადახვალთ. ანუ ფიქრობთ რომ რატომღაც ეს კი შემიძლია გავაკეთო, რატომაც არა, მაგრამ ჯობია დავждე და ვიმუშაო რაღაც იმ საკითხს, რასაც საკითხის გაქვს ამ კვირაში მოსაგვარებელი. ანუ თქვენი შინაგანი განწყობა ეხლა ასე გამოიყურება. ნახოთ ეხლა ჩაიფიქრეთ ამ კვირაში ასახდენი. ბატონი მინიმალური სურვილი აგიხდებათ თუ არ აგიხდებათ რთულად. მაგრამ ეხლა რა ხდება? 10-იანი კვერთხები ამოვიდა. 10-იანი კვერთხები არის კარტი, რომელიც აუცილებლად მიდის ბოლომდე, მაგრამ მიდის რთული ნაბიჯებით, მიდის სიმძიმით, მიდის ძალისხმევის მაქსიმალური გამოყენებით და ამ შემთხვევაში ჩვენაც ჭვეთილაში არის ბიჭი, რომელსაც მიაქვს ესეთი შეშა, მოდი ასე ვთქვათ, თუ ხე და საწვავი თუ ასე შემდეგ, აუცილებლად იქ ჩანს სახლი, სადაც უნდა მივიდეს, მიდის საბოლოო ჯამში, ოღონდ გაჭირვებით. მის არასოდეს არ ყრის ფარხმას, არასოდეს არ ყრის აი ამ ასე ვთქვათ, ხეს, რომელიც მიაქვს და კვერთხები ბოლომდე უნდა მიიტანოს, რათა გაახაროს ოჯახის წევრები. ანუ არის ესეთი მომენტი ამ კვირის განმავლობაში გაგიჭირდებათ, მაგრამ ლელოს აუცილებლად გაეტანთ. მოდი ფინანსებში ვნახოთ როგორი ბრძანდებით. ეს წაღან ამოვარდა სხვათა შორის თუ დაუკვირდით, არ ვიცი თუ უკვირდებით ხოლმე ესეს კულპიუროზულად, მაგრამ იცოდეთ რომ თქვენ წინაშე წარდგა ცეცხლის დედოფალი. ცეცხლის დედოფალი არის ის ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს თაკუთარ თავზე მუშაობა, ძალიან უყვარს რაღაც ესეთი მოდი ესე გითხრათ ცეცხლის მფრქვეველი არ ჩერდება. ცეცხლის დედოფალს ფული არ გამოელება საჭიროებისამებრ, იმიტომ რომ თვითონ არის ძალიან მოძრავი, ძალიან აქტიური, ძალიან ესეთი მომთხოვნი, ამბიციური და ფული იქნება, ფული არ გაჩერდება. ცეცხლი სადაც ამოდის, ფული მაინც მოძრაობს. პენტაკლი უფრო მეტად სტაბილურობას და ფინანსურ თემებს კი ნიშნავს, მაგრამ ცეცხლი სადაც არის, ის საჭიროდ და შათული საჭიროდ და გექნება. მოდი პირადში როგორ ახარ? კრასავიცა უმენიცა. ვაიმე რა კარგად აინახეთ რა საყვარელი მდგომარეობაში აღმოგაჩინეთ, ალბათ წახოთ რაღაც პიკნიკზე ან კიდე ესე ველურდასვენებაში ან კიდე სხვადღაც იქ სადაც ახლა მე ვერ მწუდება ჩემი გონებრივი გორიზონტი, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არის ძალიან კარგი მომენტი, როცა თქვენი ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანებთან, სადაქალოსთან, სადმოგაზრდასთან ატარებთ დროს, ეს კვირა ალბათ დაგეგმილი გაქვთ. მეორე ვერსია კავშირ მაინტერესებს დაწერეთ თუ ვინმეს მამდაგვარი გექნებათ, ან რომ დაამთავრდება ეს კვირა მობრუნდით და კეთილის მსურველის პონტში მომიხსენიეთ და მითხარით რომ თია yes ახდა ისეთ კარგად მოქმედებს მე ეს მადლიერება ეს არის ინტერაქტივია თქვენი ჩართულობა ეს ერთობლიობა ქმნის ხალხო მოდი ახლა ვიტყვი ბოლოში მინდოდა თქვა მაგრამ არის ძალიან რთული პერიოდი 12 აგვისტოს შემდეგ მართლაც რომ ამბობდნენ რომ რაღაც მოხდება ისეთი თითოეული წამი მაინც გაჩერდება ნებისმიერ ტექნიკა განსაკუთრებით ჩვენი ტელეფონები რომლებიც ინტერნეტშია ჩართული ეს იყო და 12 აგვისტოს მერე დღეს არის 17 აგვისტო როცა უკაცრავ 18 აგვისტო როცა ამ ვიდეოს წერ აი მე თვითონ ძალიან ვატყობ ამ ყველაფერს ამაზე ცალკე ვიდეოს შეაწერას ვაპირებდი მაგრამ რატომღაც ვიღაცას რაღაცა შეურაცხადი არ ვეგონო იმიტომ რომ მართლა გადავედით რაღაც სხვა მდგომარეობაში სხვა სიხშირეზე კაცობრიობა ესე რაღაცა თითქოს აი გათიშულია ყველაფერი რაღაცა თითქოს დროებით არის შეფერხებული რაღაცა თითქოს დამძიმებულია რაღაცა ერთგვარი ალბათ გაწმენდა მიდის და აი როგორც ვთქვათ ჩართულობები აქტიურობები იკარგება ადამიანები ერთმანეთის აი როგორი მომენტია იცი ნელი გადაღებასავით ვარ ხო იცი აი ნელა რომ მოძრაობენ ესე მოძრაობს ახლა ადამიანები ზოგადად აგვისტოს აქვს ეს ეფექტი მაგრამ ამ წლის რა ვიცი პირადად ჩემთვის და ჩემნაირ მსნობიარი ადამიანებისათვის ვისაც შევეკითხე ძალიან რთული პერიოდი აღმოჩნდა რაღაცნაირად თითქოს გინდა აქტიურობა მაგრამ გამოესიზმარში რო გესიზმრებათ ხო იცი რა გავბივარ და პეპები არ მემორჭილება და ამ დროს ადგილზე ვთქვა აი ეგეთი ხალხო აი რამდენსა გაქვთ მართლა მაინტერესებს დაწერეთ იაქტიუროთ აი მე მინდა მე ხო ვარ გამოფხიზლებელი და ხშირ შემთხვევებში ამ ყველაფერს საკუთარ თავზე ვიღებ და მე მინდა რომ ეს პროდუქცია გავაკეთო და ჩაერთეთ თქვენს ან უნდა გეზარებათ წერეთ იყავით აქტიურები რადგანაც ჩვენ მარტო სამომკაცია საშუალება გვაქვს ინტერნეტს ივცე როგორაც მე ხვალ გვეწიფება კავშირი ერთმანეთთან გავაკეთოთ ისე
რა ვიცი, როგორ გითხრათ სხვანაირად, ეს გადაგვარჩენს იცოდეთ. პერიოდები ძალიან გართულდება. ეს ჭკვიანი ადამიანებისაც და გონიერი და ბრძოლობიერი ადამიანებისაც გართულდება. ჩერჩეტებისთვის დარჩება ისევე ისე, რაც იყო და რესტორნებში სიარულით და დავარცხნილით მებით და ამოპუტული წარმებით და რა ვიცი, გადიდებული ტუჩებით იქნებიან ბედნიერები, ჩვენ ესე არა ვართ. ეს ილამაზები ისედაც შეიძლება გქონდეს, რატომაც არა, მაგრამ იქ სიღრმეებში რაღაცა აღარ მომწონან ადამიანები და მიკვირს ხოლმე ესეთი იაფასიანი გამოხტომები ხშირად. კაი, მოკლედ თავი არ მინდა მოგაბეზროთ, მესამე ვერსია, რომელიც უნდა გავაკეთოთ, ეს არის 18-24. ახლა ამ თემაზე რო ვლაპარაკე, რაღაცნაირად აი შინაგანად მართლა ავღელვდი, ხო, მართლა. ვიდეოს არასოდეს არ ვამონტაჟებ, იცოდეთ, პირდაპირ არის, მიჩვეული ვარ ჩემი წარსული, ამასთან ძალიან მაგარი ტიპი იყო, პირდაპირ ეთერების წაყვანას 25 წელი, ასე რომ თქვენი თეა ამ ყველაფერს ძალიან მარტივად უმკლავდება, ასე რომ არ გჭირდება რაღაც მიჭრები და ხელოვნური ჩართვები. ოკეი, კაი ბატონო, მივდივართ ახლა იქ სადაც თქვენი ოცნებები ახლა, ახლა მესამე ვერსიას აუცილებლად უნდა გავაგებოთ ფინანსებში როგორ ვიქნები და პირადი ცხოვრება როგორ გვექნება. კაი, რჩევას დღეს არ ვაკეთებ, ასეა საჭირო, დამირეკეთ, მომწერეთ, გააქტიურდით, თქვენ ეს გჭირდებათ, ზუსტად მიგრძნობს გული და რაღაცნაირად ხართ გამორთულები ამ ყველაფერთან და გინდათ გააკეთოთ, მაგრამ გიშლით ხელს, მომწერეთ და შეგიწყოთ ყველანაირად. კარგი, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. რა იქნება ის, რაც ამ კვირის ეგრეთ წოდებული ის იქნება, მოდი ასე ვთქვათ, საგზალი, ხო? რას გეუბნებათ ამ კვირაში? თუთა მოფრთხილებას გეუბნებათ, აუცილებლად რაღაცნაირად იმ პრობლემებში გიქნებით, აქ აწერია, ასე ვთქვათ, ხუთიანი სხვანაირად არის, ცოტა უცნაური კარტია და მე ამ ყველაფერს თარგმნი ჩემებურად, როგორაც საჭირო არის. რაღაცნაირად იცით როგორი მომენტი იქნება? თქვენ შეძლებთ საკუთარი სურვილების, უბრალოდ გეუბნებიან ეს ხომ მოწოდება, ეს ხომ ესე ვთქვათ, გამოწვევა არის რაღაცნაირად, რომ რაღაცა ყაირათიანად და ეკონომიურად გააკეთოთ ის. აი, იმიტომ რომ ახ ბანანია გამოსახული და ბანანიდან შეიძლება ერთი ბანანი შეჭამოს ადამიანმა და მიიღოს იმდენი კალორია და იმდენი ორგანიზმისათვის საჭირო ენერგეტიკული ღირებულებები ჯამრთელად გააკეთოს ეს, ვიდრე რაღაცა ძვირადღირებული იყიდოს და ავნოს ამავდროულად მის ჯამრთელობას. ეს არის ესეთი მოწოდება და თქვენ როგორ აკეთებთ ამას. აჰა, ეს არის უკვე 21 არკანი და ეს არის ჩემო ძვირფასებო, ენახეთ, შეხედე სად მიფრინავს. თქვენ აკეთებთ ამას ძალიან კარგად, იმაზე კარგად, ვიდრე გევალება. თქვენ ამას გლობალური მასშტაბით აკეთებთ ამ კვირაში. თქვენ რაღაცნაირად აი ბევრი თქვენთაგანი იქნება მოსურნე, რომ წავიდეს და იმოგზაუროს, იმიტომ რომ ზოგადად სოფლიო მოგზაურობის კარტია, გააფართოვოს არსებული ზონები, საკუთარი ჰარმონიულად შეერწყას იმ ყველაფერს, რასაც მიეხება და რასაც მიეხახუნება და რასაც ზოგადად შეეხლება და შეეხება. ეს მომენტიც გვიდგას ჩემო კარგო ადამიანებო და ამ კვირაში მინდა გითხრათ რაღაცა იმ რაკეტასავით სწრაფმავალი იქნები. კი ბატონო, ამაზე მეტად რაც გავალია, გეგმას გადაჭერბებით ასრულებთ. ახლა ისაც ყველაზე გვაინტერესებს, ეს არის ამ კვირის სასახდენი სურვილი, როგორ აგიხდებათ თუ არა. სხვადასხვა საკმაოდაც მეხუთე არკანი ეს არის ცოტა არ დაგაბნიოთ აი ამ სიტუაციებმა ექსტრადიტა ტონიქსიასე აწერია, ეს არის ძალიან რაღაცა უცნაური ტარო, მაგრამ მე საცნაურად შემიძლია ამ ყველაფრის გადათარგმნა. სხვადასხვა ის რაც უნდა აგიხდეთ ამ კვირის განმავლობაში, დადებითად მოდის, ანუ სამივე ვერსია გამოვიდა, დადებითად მე მომწონს ეს ყველაფერი, რაღაცა ამ ყველაფრის გასაკეთებლად მიიღებთ ექსტრატს. ექსტრატი იქნება, შეიძლება ადამიანი იყოს თქვენი მასტიმულირებელი, შეიძლება რაღაც ფაქტორი იყოს, შეიძლება კარგი დამრიგებელი იყოს, შეიძლება ვითარება იყოს ისე, რომ შეიძლება კარგადაც შეძლოთ. ანუ რაღაცა გინდა ესეთი აი კატალიზატორი და შვენიერად და კარგადაც აკეთებთ ამ დავალებულ სურვილების ახდენას. მოდი ვნახოთ ფინანსებში როგორ ვარ. ფინანსებში რა ვიცი, რო გითხრა, რომ რაღაცა გადამეტებული იქნება ფინანსური მდგომარეობა, არა და რაღაცნაირად მაინც გირჩევთ, რომ
ეკონომიურად მოეკიდოთ ამ ფაქტების განვითარებას. ხუთიანი წყალი ამ შემთხვევაში აქვს რაღაც ესეთი სენსიტიური სიტუაციები, რომელიც მე გაფიქრებიებთ, რომ შეიძლება უფრო კარგად მოგცეოდით ამ ფინანსებს, რომ არ დაგტოვოთ რაღაც. აი როგორ იქნებით, ის იქნება, არც იქნება, გავაც შემოაც, რაღაცნაირად თითქოს ითამაშებს ერთმანეთში და ბოლოს პირადი ცხოვრება როგორი არის. პირადი ცხოვრება არის ჩემო ძვირფასებო პაჟის ენერგიით, რაღაცა ცოტა მაკვარანცხული, რაღაცა ცოტა არ არის გამორიცხული, რაღაცა ახალი ურთიერთობების წამოწყება, არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს რაღაც საკმაოდ კარგი ურთიერთობების დასაწყისი, რომელსაც მაინც ფიზიკური ტოლვა, მოწყონება, აი ამის დონეზე იყოს, ცხელი უთო უკავია გოგონას ხელში, ხო უყურებ, რაღაცა ესეთი ცხელი თავგადასავალი დაწყება, შეიძლება რა უნდა გავაკეთოთ, უნდა ჩავრთოთ უთო, მე უნდა გავაცხელოთ და მე უნდა გავაუთოოთ, ხო ასე და ჩართო ამ გოგონამ და ელოდება ახლა როდის გახურდება, რაღაცა თქვენი პირადი ცხოვრებაც არ არის გამორიცხული ამ კვირის განმავლობაში ესე გახურდეს, დაიწყოს უბრალოდ გახურება, ძალიან მიყვარხართ, კოცინს გეხვევით, მე დრო არ ამაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, ვისაც ვრცელი და 1 საათიანი გაშლა უნდა, საკურველია გააკეთებს იმას, რისი გაკეთებაც ძალიან მარტივია, მომწერთ პირადში და ვისაუბრებთ ბევრს ჭეშმარიტებაზე. აბა, თქვენი ცით მიყვარხართ ძალიან, ლაიქებს თუ დაწერთ, კარგი იქნება, ისევე თქვენ გამოგადგებათ, ვიცოდეთ რომ რასაც გასცეთ თქვენი, რაც არა იკარგება, ლაიქიც თქვენი იქნება, თქვენივე დაწერილი ლაიქი თქვენზე იმოქმედებს დადებითად. მენდეთ, მრავალწლიანი გამოცდილებით გეუბნებით ამას. მაშასე მიყვარხართ, ნახვამდის, დროებით.